Prime House-ში ნახავთ. ადამიანის გრძნობებზე არ ვითამაშებო. პირველი გააკეთა. გოგოსთან ერთი ყვი არც ვარ, просто რაღაცა და მგონა რომ მე გავარდებო. Karma is a bitch. ხოჭამ სამართალმა პური ავთუკ. ვიკრიბებით და უნდა ვიბაზროთ. სალაპარაკო გვაქვს, გოგოებსო შენთან. ეს იყო ქალების გასარჩევი ამბავი. მაგალითი მომიყვანო, რა შემეშალა? მიდიხარ გიორგისთან და კაბას აკურევინე. მინიმუმ ნაყოლი მაინც მოგეცა რა? აბიჯერი, მეთქი რა ივენთია. რატო არ ეუნებოდი ამ ყველაფერს? ძალიან ჰარდკორია. შევებს იღებ და შენგან როგორ მივიდე ლიზიმდეო და როგორ დავკერო. წაასტობე წერტილი დავსვი. შილოკი დაგრძელება არ შემერჭოს სადმცივი იარაღი. სამი წლის შვილის დატოვება თუ უცებ ხდება ესეთი რაღაც რომ ბავშვი რა თემა. მე ფინანსური ყველაფერი მხარდაჭერა. გავაკეთე ჩემი შვილისთვის. საერთოდ მიხარია რომ შვილი მყავს და ბედნიერი მყავს და ჯანმრთელი მეტი არ ვარ. დილამშვიდობის. როგორც ყოველთვის, გათერდა კიდევ ერთი დღე. ოღონდ ცოტა უცნაური დღე. იმიტომ რომ დავრჩით 7 კონკურსანტი, 7 Prime House-ელი და მე მინდა ესეთი რაღაც ვთქვა. ჩვენს Prime House-ში მოხდა ესეთი რაღაცები, რაც დაუშვებელი იყო. მომიდა ზუგ შეგაქცე, ბიჭო. ამასთან დაკავშირებით განგიმარტავთ რა იყო და როგორ იყო, მაგრამ ჯერ მოდი მე ერთ ადამიანთან მინდა მივიდე, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ალბათ მას აქვს გული გატეხილი. ჰეო. როგორ გრძნობ ქალბატონო თავს? ძალიან კარგად. ხარ? გუშინდელი დღის შემდეგ გეუნები. ხო ხარ მაგრამ? რა თქმა უნდა. მე ეგეთი სუსტი ადამიანი არ ვარ, როგორც შეიძლება სხვები იყვნენ, ასე რომ იდეალურად გრძნობ თავს. შენი აზრით მოგაკლდება? რაღაც დონეზე კი მოიტყვები, რომ თქვა რომ არ მომაკვდება თქო. მაგრამ ისე რომ აი მე ეგრე არა. სიმპათიები გქონდა ორივეს ვიდეოში. მაგრამ მაგალითად რომ ეგრე არ არის ასე რომ No problem. თეო, აუ, ამტყუნებ თუ არა ავთანდილს? გუშინდელი საქციელის გამო? ხო, არა, საერთოდ რა თქმა უნდა. და აი, რას ეტყოდი მაგალითად ავთოს? იმიტომ შეხო არ ქონდა დრო იმისი რომ ელემენტარულის გაგერკვია და გაგერჩი ახლა შენ გულში რაღაცნაირი ხინჯაც დგას ეს ყველაფერი და გინდა რომ ალბათ რომ უთხრა ყველას ზუსტად შენ რო არ იყავი პრობლემა ავთოსთან. საერთოდ ავთო იძახო და იმას რომ მეო ერთიო რასაც არ გავაკეთებ არასდროსო არის ადამიანის გრძნობებზე არ ვითამაშებო. პირველი გააკეთა ამ შემთხვევაში და არავი Karma is a bitch, ხო გაგიგია? ნახვევით. აი ეგეთი ვარიანტი დაემართათ მე მგონი. ნუ ახლა ჩვენგან ავთანდილი წავიდა. სამწუხაროდ თეო ავთანდილს ესე ვერ გაუსაუბრება რა არის და როგორ არის. ანუ მე გუშინ იდეაში ვაპირებდი ისედაც ავთოსთან ხოიც ლაპარაკს და ანუ მორჩენას მაგ ყველაფრის რა. ხო, მე ვიცი შენ ჩამოყალიბებული გოგო ხარ და ამ ყველაფერს ჩვეულებრივად გააკეთე თავს. ანუ ვუთმინე უყურე სადამდე გაკაჩავდა სადამდე წავიდოდა მაგის ეგეთი საქციელები, მაგრამ უკვე ფიალას და ზღვარს რო გადავიდა
რატომღაც ლაპარაკი არ დამცალდა. არც ვაპირებდი იდეაში არაფერს გარკვევას. მე მყარად მქონდა გადაწყვეტილი უკვე რომ მაგ ადამიანთან არ ვაპირებდი ურთიერთობის, არანაირი ურთიერთობის გაგრძელებას, არც მეგობრულზე მეტის, არც მეგობრულის, მსგავსი არაფრის ამ პროექტის განმავლობაში და რა ვქნათ, ეგონა რომ მე გავარდებოდი, მაგრამ რატომღაც სხვანაირად მოხდა ყველაფერი. ავთო! ო! მოდი! ვერამი კარწე უყიდე, როლექსზე უყიდე. არ წედა როლექსი არა ის უყიდო ეხა იმას გოგოსთან ერთი ყვი არც ვარ პროსტა რაღაცა და კარწია და როლექსი ესა ძალიან მაგარი საჩუქარი სამახსოვროა დღეს თუ წავა წაიღებ სახში თუ არ წავა აქ იქნება და ესა შემდეგ იცი რა არის მე ადამიანებს შანს ვაძლევ ხოლმე რაღაც დონემდე ტყუილად არ ვეძახოდი ავთოს თავიდან ბავშვი ხარ მეთქი აი ხა რო იყოს კიდე შანს მიცემდი ეს არა არანაირს მე ერთ შანს იმეც არ ვიძლევი ადამიანებთან ადამიანს ამდენი რამ აპატიო და კიდე ესე მოიქცეთ რა ვირო მადლეიო ჩემს ადგილას რო ვიყო მე შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს რა მაგას ვიგრძნობ თან ძალიან ვიგრძნობ და თან როცა ეხა შენ მაგ მხრივ ძალიან ნაწყენი ვარ როცა ეხა შენ როდესაც ადამიანი ვერ ხედავს იმ ყველაფერს რასაც მის გამოაკეთებ საწყენი არის თან ძალიან საწყენია ამას ალბათ ნებისმიერი ქალი ვერ დაივიწყებდა მე მაგას დავარქვი ესეთი სახელი აბა სვანი კაზანოვა კაზანოვას რა გითხრა მაგრამ ცდილობს მე რამდენად გამოზდის დავინახეთ ფიქრობ როგორი კარგი ადამიანია გიო როგორი კანონმორჩილია და როგორი სამართლიანია ყველაფერი ისე გააკეთა როგორც პატიოსთან მოქალაქეს შეეფერებოდა ეხლა წავიდეთ და სხვა მონაწილეებსაც ვკითხოთ როგორია ავთოს გარეშე პირველი დღე ძალიან მიხარია რომ რაღაცნაირად შევძელი და თავი ავიყვანე ხელში და დაველოდე პოლიციას რომელსაც მივანდე ეს საქმე ძალადობა ყოველთვის არის დანაშაული და ამ სახლში რა თქმა უნდა დაუშვებელია ესეთი ადამიანის ყოფნა და გაჩერება. დილა მშვიდობისა, ჩემო ბარტყებო და ჩემო მშვენიერო ხალხო. და რომელი საათია? ეხლა არის 11 საათი. პატრიკ. პატრიკ. ო. როგორი განწყობა გაქვს? კეთილია. როგორი? ფიქრობ რომ ყველაფერი სამართლიანად მოხდა? რა თქმა უნდა. მოზალადეები არ უნდა ისმის სახში და მე როდის ვამბობდი ამას რომ იქ მოზალადეა მეთქი. აი მოკლედ აი თავისი თავი გამოაჩინა რა სამწუხაროა როგორი გულდასაწყვეტია დიახაც და ხოჭა სამართალმა პურია თუ რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ დაუშვებელია ესეთი ხო, დაუშვებელი არის ხოლმე პოლიციის თავდავანებად. ძალადობა, ეგეთი საქმის გარჩევები და ეგრე მოქცევა მიუღებელი არის, ფანძობა არის და რა ვიცი, საშინელება. ამითი ავთო გაუშვი შენს მგონია რომ ძალიან განათლებული ხარ და ძალიან ინტელექტუალური და ძალიან ჰაბიტუსი გაგიწევია. არაფერი არ გაგაჩნია ავთო. ადი ეხა იმ გუშინ და შენ თვითონ იბანავი, თუმცა ცოტა აზურზე მოხვიდე. მე რომ მიყავდი. აკავთო ბიძინებთ ეხლა ბედნიერება, უშენობა საღვნიშნო. ავთოს ქონდა შანსი მისი საქციელების გამოსწორების და მწუხაროდ ვერ გამოასწორა. მაგრამ როგორც ვიყოდი ხოლმე. სწორების შანსი ქონდა. ორი ფეკალიების ჭამას არასდროს დაანებებს თავს. აჰა. მე რასაც ვამბობ, რომ ფასბრილდება ფერაფერზე გადააქცევს როგორი მაინც დარჩება იქ, რა ქვია. რიხის ქვა. მაგრამ აი რიხის ქვა რო უფრო გამოსადეგარი არის ვიდრე აფთო. რაღაცა მე პირადად დანაკლის გრძნობ, თუმცა რა დანაკლის გრძნობ, ქალო ვინ დაგაყლდა? იმედ რაღაცა ანუ შემცირდით ხო? ის გული ხება. განიცდი. კაფკიდე. მე მაგალითად ძალიან სიმშვიდეს და სახში და დალაგებულ აურა. მე ვფიქრობ, რომ აღარ დარჩა ჩვენ სახში ისეთი მონაწილე. აი გუშინ
ჩემი რო იძახდა რომ ისო აღარ დაგვრჩით არც ერთი მონაწილე, ნუ აღარ იქნება კონფლიქტი. აი მე ავთო რა შტერი ბავშვი ხარ. ფიქრობ იმას, რომ ყველაფერი სამართლიანი იყო, ადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, იმიტომ რომ რამდენიმე გაფრთხილება უკვე ქონდა ავთოს. გავდივდები. და ნუ ფაქტია რომ უნდა წასულიყო სახლში, რომ დავეტოვებინეთ, იმიტომ რომ თავს ვერ გავიწევ და ფეთქრება. ხამნორულობა რო ცუდი სიტყვა ეგონა მაშინ. აი, всё. точка. როგორ ახარ გიორგი? არა, ეხა უკვე გუშინ აი რო ფიქრობდი. რა არის იცი, ანუ ამბავი. აი ცხოველი იყო, თუ ახლა გახსოვს შენ, ცხოველი დარბოდა ეზოში. გუშინ ყველანაირად ვცდილობდი თავი ამეყვანა ხელში, რომ ზედმეტად არ გამემწვავებინა სიტუაცია, რადგან ხვდებოდი, რომ ადამიანი რაღაც არადეკვატურ მდგომარეობაში იყო, რაღაც აფექტით მდგომარეობაში, რაღაცის მე საერთოდ მეგონა რაღაცის ქვეშ იყო ეს ადამიანი, ანუ ვერ აღმოხსენი და მე ვარ ეგ რა არ მინახავს, რა არ მიჩხუბია, რა იმაში ეგ რა იყო გუშინ. ეგ იყო სკერი. ვცდილობდი რომ თავი ხელში ამეყვანა, უფრო მეტად არ გამემწვავებინა სიტუაცია და დავლოდებოდი საჭირო ადამიანების მოსვლას, როგორც რუსთავი 2-დან, ასევე პოლიციის თანამშრომლებისგან, რომ რეაგირება ქონდათ ამ ყოველივეზე. იქ სკერიც აღარ იყო, მაგრამ მაინც მე მეცინება. ანა რო ეგდო და ლამაზად ეგდო, იცით ესე. ქალურად ეგდო, ხელი გაშლილი ცელი და ამაზე თავი ქონდა მიგდებული. როდესაც ვიძახდი ადრე რომ ჩემი თავის გამოცდა, მე ვთვლი რომ გუშინ ჩემი თავის გამოცდა ნამდვილად ამ პროექტში უკვე ჩავაბარე. ღირსეული ხალხი ვინც დავრჩით მივდივართ რუსკესთან, ძალიან გვიხარია, ძალიან ბედნიერები ვართ. თან რუსკა მოგვენატრა, კარგ ხასიათი. თან ყველაზე მხიარულ გადაცემაში მივდივართ, ყველაზე პოზიტიურ, მხიარულ, ენერგიულ გადაცემაში მივდივართ, სადაც არ არის აგრესია, წილკივი და ასე შემდეგ. თან რუსკა ხა ყველას უყვარს და ყველას გვიყვარს ჩვენ რუსკა. და დავისვენებ ცოტას. მგონია რომ განტვირთვა იქნება ძალიან დიდი. ნუ არ ვიცი ხა ზუსტად ისე ემთხვევა, როცა საჭიროა განტვირთვა, მაშინ მივდივართ ხოლმე რომ ძალიან განტვირთვა. გჭირდება ეხლა. სასწრაფოდ მარტო რუსკესი არ გვეყოფა გუშინდების მერე მეტი გჭირდება რა. ძალიან გვიხარია, ძალიან ბედნიერები ვართ, უბრალოდ ეხლა ემოციას ესე ვერ გამოვხატავთ, ძიმე დღე იყო და აქედან გამომდინარე ნელ-ნელა ენერგიაზე მოვოთ ლიზიმ თავისი პირმენი, ბათუმური ყავა გაგვიკეთა. ზოგიერთი მონაწილისთვის ეს არის პირველი მაგალითად ლიზიკო. ხომ აი ეს პირველი მასშტაბური გასვლა, ესეთ მასშტაბურ გადაცემაში და ეს არის ჩვენი ლიზი. როგორი გძნობა ალიკა? ძალიან excited. როიალისთვის არ არის? როიალისტვისაც ხო? როიალისტვისაც, ანისთვისაც, როგორც სტუმარის სტატუსით ეს მასშტაბურ აი ესეთ პროექტში, შოუში ხო ეს არ არის რაღაც ისეთი პატარა გადაცემა, არის ძალიან ბევრისთვის აი ელენის ქართული ანალოგი. ჩვენ ვისაც ასე თუ ისე გამოცდილება გვაქვს, აუცილებლად დაუდგებით გვერდში, გავამხნევეთ რომ ვიყოთ ერთად ბედნიერები, მხიარულები და მოგესალმებით. დღეს მოვედი მონაწილეებთან იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავანდო. გამარჯობა, მოგესალმებით. აი, რა დამთხვევა ვარდისფერებში? ხო, და რაღაც ყველა დავემთხვევით. კარგია, კარგი, მაგრამ დღეს ცოტა უფრო ნაკლებად კარგი ამბით ვარ და მინდა გითხრათ, მე თვითონ ძალიან გაოგნებული ვარ გუშინდელი ინციდენტიდან გამომდინარე. საკმაოდ მძიმე ღამე იყო გუშინ პრაიმ ჰაუსში და ძალიან ხმაურიანად ჩაიარა. მიუხედავად რუსთავი 2-ის და პრაიმ ჰაუსის ჟიურის არაერთგზის მოწოდებისა და გაფრთხილებისა, სახლში მოხდა მორიგი დაპირისპირება. რა დროსაც ავთანდილ ჯაფარიძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა გიორგი ნაზღაიძესა და მის ოჯახის წევრებს და ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მას გიორგის. რა თქმა უნდა, კონფლიქტში დაუყოვნებლივ ჩაერთო პრაიმ ჰაუსის დაცვის სამსახური, გაანეიტრალა სიტუაცია და ავთანდილ ჯაფარიძე სახლიდან გაიყვანა. ვია კაცი ხო ხარ? მოდი ვილოში. შენი გიხო შენ ვილოში. აი, შენ ეხა დროზე სახლში წაიყვანე. გაგრდილო.
ნებისმიერი სახის ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება არ ღვევს Prime House-ის წესებს, რასაც რა თქმა უნდა ყველა ჯერზე მოყვება შესაბამისი ზომები. ძალადობა და შეურაცხყოფა არასდროს უნდა დარჩეს დაუშველი და ამიტომაც ავთანდილ ჯაფარიძის მიმართ მიღებული იქნა სამართლიანი და ლოგიკური გადაწყვეტილება. ტელეკომპანია რუსთავი 2 და Prime House-ის გუნდი გმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობას და აგრესიას. ავთანდილ ჯაფარიძის აქციელი იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული და ჩარჩოებს გაცდენილი. ამიტომაც რუსთავი 2 და Prime House-ის ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით მან მიიღო დისკვალიფიკაცია და სამუდამოდ დატოვა Prime House-ი. და ეს ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილება არის. რაც შეეხება შაბათის live show-ს, ავთანდილი იყო ერთ-ერთი აუთსაიდერი, ამიტომაც შაბათს სამის მაგივრად გვეყოლება 2 აუთსაიდერი. ეს იქნებიან ლიზი და თეო. და მათგან ერთ-ერთს გადაარჩენს მაყურებელი, ხოლო მეორე ავტომატურად დატოვებს პროექტ Prime House. ეს ნიშნავს იმას, რომ შაბათის live-ზე ჟიური არც ერთ მონაწილეს არ გადაარჩენს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ ხალხი. და გემშვიდობებით. მოკლედ ყველანი გამოვიბრუნეთ და მივდივართ ურუსკესთან. ყველანი ბედნიერები ვართ, ლაღები ვართ და ცხოვრება გრძელდება, ცხოვრება მშვენიერია Prime House-ში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველანი ერთად მეგობრულები. როგორ შეწყვეტყო შეშეველი? მზადებით ძალიან საინტერესო აქტივობებისთვის. ძალიან კარგი გუშინდე გასვლას ძალიან ცუდი ამბები მოყვა და იმედია დღესაც ანალოგიურად არ დასრულდება ყველაფერი. მოვედით დღეს გადაცემაში ცოტა განტვირთვას ვიწყობთ. ძალიან გვჭირდებოდა ესეთი განტვირთვა, მით უმეტეს ჩვენ ვართ აუთსაიდერები და ორივე ნერვიულობთ. დღეს ურუსკესში არიან Prime House-ის მონაწილეები. თავად მოვიყვანეთ ჩვენთან ურუსკესში და ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია აქ არ იჭხუბებენ. დროა სტუდიაში მოვიწვიო კვირის აუთსაიდერები. Hi girl. Hi girl. ვიცეკვეთი ხიარულეს და გამოვედით პოზიტიურად. ესე იგი ძალიან მაგარი რაღაცა გველოდება. ერთი კი. გაიქეცით. მაქვს და ასაც როდის შევოლს და ჩვენს როდის და ეხლა ის მაგაქვს ჩვენია რომ შევიდეთ და გავიდეთ რა არის. ესე იგი მოვედინებში ვარ. არ ვიცი როგორ იქნება, რა იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ნაკოლებს მოგცემ. ნაკოლი მომეცი. ნაკოლებს მოგცემ და ანი უნდა გამოიცნო საგრავა. სალომე კაპანაძე და ანი ყიფშიძე. მე მიხარია რომ მოხვედი. ძალიან მაყოფილები ვართ, გამხიარულებ. დადებითი ემოციები რა თქმა უნდა, ბევრი ვითამაშეთ, გავერთეთ, ვიცეკვეთ, დაგვასაჩუქრეს კიდევაც. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, ჩემთვისაც პირადად და მოიცა პირველ ჩალენჯში შენ მოიგე, მეორეში მგონი მეორეში თანაბრად როგორც ჩანს. ხო, ძალიან სახალისო იყო ერთი სიტყვით ეს გამოვედით ურუსკესის
მაგარი გადაცემიდან, ძალიან მაგარი გადაცემა. ნაკოლი მომცა, გამოვიცანი. მივეცი ნაკოლი გამოიცა. აი გარი რა. დიდა ვივსეთ პოზიტივით თავიდან ფეხებამდე. ყველაზე მაგარი ჯგუფია, რაც კი არსებობს ანასის იქვე. დავდით პატრიკ შენი დრო. წარმატებები ბიჭებო. მადლობა. გიორგი ვიქტორს. გიორგი დაგუგა. გიორგი. ბიცოლა, დიდიკო და შვილიკო. როგორც ხედავთ, ჩემი ბიჭები, ჩემი ბავშვები გავუშვისათ. სამივე უნდა მოიგოს ყველა ჩემი საერთოდ. ხა შემართებით თუ უკვე მოგბეზრდნენ ესენი. შემოციურები არიან სამი. საქმე გიორგი ლაპარაკობს და ანიარეს ტრებარას ნიშნავს. შანსი არა. ეს ყველაფერი. ეს გული წამია. სიტუაცია იყო მე ვთვლი რომ მონაწილეები თავიდან აქაც კონფლიქტზე ლაპარაკობენ გამაგიჟებს. ისეთი ემოციური გამოსვლა იყო აი თელ აუზთან გიორგი ამისთვის გაუშვი ბავშვები სათამაშოდ გამოუშვი და კონფლიქტებს განიხილავ. Ani ესე ყველაზე მაგარი ხა გეტყვი როგორ. Ani ხო შემოვარდა ჯგუფში რომ გიას ნუ ეხები. აქ რომ ხერხები არიან და იქ რა ჭირდა. ჩემი აზრით გაიმარჯვებს როიალი. მე მაინც ყველას კი ვარ, იმიტომ რომ ჩემებია. გიორგი ყავს თავს. ყველაფერს და მიუხედავად გიო მაინც როგორ სიმპათიურია რა. ყველაზე მაგარია რუსკა და ნუ აი ეს გავიგე. რუსკა იკავდი. აი ნახეთ. უკვე ზანგავი. ნორმალური მართვის ტორტია. ძალიან ისეთი მაღალი დონის ნაღების კრები. ყველაზე მაღალი დონის ტორტი ვის შეხვდა სახეში? შემოუნახე. კარგად ნაზელი. ჩემი უსწრეს გადაცემა ხება ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან. იმიტომ რომ პრაიმ ჰაუს გარდემსა და პრაიმ ჰაუსის მონაწილეები იყვნენ საერთოდ გახსნილი და ძალიან ესეთი კარგი ტიპები. მაგრამ რა დიდი მაგარი უკარგესი მოგვიწვი შეხარ უმაგრესი ადამიანი უმაგრესი უთკბილესი უსაყვარლესი რუსკა არა მართლა მიგა. გოგოებსაც უთხარი რომ ჩამოვლენ რომ ურჩები ჭამას და რომ დაამთავრებ მე იქ ვიკრიბებით და უნდა ვიბაზროთ. სადა ყველა მასა. რა ლაპარაკი ანა? ანა მოდის და მეუბნება რომ სალაპარაკო გვაქვს გოგოებსო შენთანო და ოკეი მოვდივარ. ლიზა მოდი აქ. ერთი წამ გადი გეხոտები რაღაცა მოხდება ეხა ის ანა რაღაცა ძალიან ბლატაობს და არა მოიცოდი არ გახვიდეთ არ ჩაიდოს დაილაპარაკონ ჯობია. არა არ შეეხოთ ეხა. თეო! სალო! ჩამოდით! ეს იყო ქალების გასარჩევი ამბავი და იმიტომ შევკრიბე ქალები.
ხო და არა ესე უთხრა ესე უთხრა შემო გამოხდა ესე აქ არა ვარ კაცო რამე თუ სანამ გავვალთ შეიძლება რაღაცა მოხდეს ესე იგი ჩვენს პრაიმ ჰაუსში რაც ხდება ჩვენს პრაიმ ჰაუსში რაც ხდება ეს ყველაფერი არის არა მარტო დაკავშირებული გიორგისთან არა მარტო დაკავშირებული ავთანდილთან ამ საქმეში შენს ხარ გარეული რა ხდება პრაიმ ჰაუსში ერთი რა ხდება აზზე ავთო წავიდა მაღაზიამა და რა მე გავაკეთე რამე ავთოსთან ხდებაში შენ გააკეთე ის რომ ადიხარ ზემოთ დასახელების მერე იძახი რომ გოგოებსო ქალური შურიო მე გიორგისთან ერთად ზიხარი იქ საუბრობ ჩემს ნატრფობ მამაკაცთან რომელსაც ეუბნები რომ ქალური დისკუსია ქალური სოლიდარობა SMS-მის და ამას ვჭობთ ხო მე მიდიხარ და კიდე იძახი რომ ეჭვიანობაო ესაო მე რა ის ყოფილი გიორგიმ ხო გითხრა უსთან ხო გაიცა პასუხი განუწადე ხო კაი მიდი გაცდი და მე ამოვედი შენთან და მეუბნები რომ მე და გიორგი ვართ მეგობრები მე ვფიქრობ რომ ანა ძალიან ეჭვიანობს გიორგიზე ზოგადად ნასკი ვერ გაგახდებინე ოთახში მიდიხარ გიორგისთან და კაბას აკურევინებ აქედან დავიწყოთ მე მესამე შენ რაც გააკეთე ხო გინდა ქალურობა და ქალურობა ხოთლი შენ თავს ქალურად რა თქმა უნდა აი ქალებს ეგეთი რაღაცები არ ეშლებათ რა ქალებთან აი ლიჩნად აი ამასთან თეონას ერთი მინდა ერთი რაღაც მაგალითი მომიყვანო რა შემეშალა კონკრეტულად შენთან ან თეონასთან ჩემთან დადი რა დადი აქ მოუსმენ რა არის აი აქ დადი მოუსმენ შენ დადი ხარდერცა მე და პატრიკი სამზეროლში ორი კაცი ვაკეთეთ საჭმელს და გარეთ ქალები არიან რაზბურკაში ლიზის წინააღმდეგ ავთო ჩემთან იყო მოსული ავთოს უთხარი წაასტობე წერტილი დავსვი იმის მერე ავთო ჩემთან არ მოსულა მომისმინე და შენ გეშლება რაღაცები მე და ავთო მეგობრობდით მეგობრობა რო არ იყო შენ სხვა კარგად იცოდი წერილის მე ძალიან კარგად მეგობრობდი ავთოსთან თუმცა წერილის მერე ხო წერილის მე აბა რა გამეკეთებინა მითხარი ვაიგნორებდი მაგარი კალი მინდოდა და ეთყოდა შენი კაცი გააჩერე და შენ თეო მაგას რომ მეუბნები როგორ არ განიხილავ იმას რომ შენ ამ ყველაფერს ხედავდი თეო შენ ყველაფერს ხუჭავდი მე მეგონა თქვენ შოუსთვის გამდით ამ წყვილს და ყველაფერს იკიდებდი ირგვლივ რაც ხდებოდა არ იყო ასე შენ რა ეგრე არის ხო მაგიტო არ შევეხი ამ წყვილს მე რა შუაში ვარ აბა ფაქტი ის არის რომ წერილი შენ ქონა შენახული არც დაგიხევია და არც გინახებია ხალისთვის როცა ეს ამბავი მოხდა და გასკრა მაშინ გამოინახები მე აი როცა დაინტერესდა როცა მკითხა მაშინ ამოვიღე ალბათ შემჩნეული გექნება მზერა როცა ხუმრობ როცა იცინი როცა თმას ისწორებ როცა რაღაცაზე სერიოზულად ლაპარაკობ ან ხუმრობ იქ მიდი გეხვეწები და ეხლა მე მოვიდეთ ეხავს რა მიდი იქ არაფერი არ მოხდეს ან არ გაგიჟდეს ან არ დაარტყას ლიზას ან ანუ მე ავთოს ვენდობოდი მაგ მხრივ მაგრამ ის მომენტი რომ რანაირად ვენდობოდი თუ ამბობ რომ ორი კვირა აკვირდებოდი ავთოს არა უყურე ბოლო პერიოდზე გეუბნები მე ანუ შენ რო წერილი მიიღე ჩვეულებრივად შეგეძლო ანუ მინიმუმ ნაკოლი მაინც მოგეცარო თეო შეცდომას უშვებ მე აქ არ თამაშობ მე მეგონა რომ შენ ყალბურთიერთობაში ხარ და მე აგიხილო არა რა ყალბურთიერთობა ელემენტარული ტიპია 24 საათი ჩემ ოთახშია და იმას ვერ ხვდები რომ ანუ არ არის ეს ურთიერთობა პროსტ ანუ ახლა რომ საეჭვიანო იყო და რო იეჭვიანე მაგიტო დამიწერე არა შეხედე ვერ გავიგე რა ხდება აქ გასაგებია თავისი აზრია ჩემი აზრი სხვა იყო მასთან დაკავშირებით შენ ახლა ლიზისთან მე ვიმეგობრებ არ ვიმეგობრებ შენი რა გადასაწყვეტია არა მაგას არ ვწევდა აბა კაბას მე ლიზის აუწევ თუ არ აუწევ ეგეცა შენი გადასაწყვეტია ლიზას მხარეს რო ბიჭები არიან ამას მივესალმები ძალიან კარგია იმიტომ რომ ვიღაცა იმის მხარეს უნდა იყოს ვიღაცა ამის მხარეს უნდა იყოს და ბოლო გაირკვეს რა არის და როგორ არის რო არა ბიჭები ალბათ ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ სტრესში ვიქნებოდი ავთო რომ ბოლო ხმაზე მიკიოდა თეო იქ იწექი და მაშინ რატო არ უკიოდი და რატო არ ეუნებოდი ამ ყველაფერს ერთი წამი ანა რა გინდა ანა ბიჭო გასარკვევია რა არა ჩაერიო არა ერთი ჩემი სახე რა არის გასარკვევი აი შენთან რა არის გაიცეს ყველა კითხვას ეხლა რაც დაისვა და გავუცემ ძალიან კარგად შენთან რა არის გასარკვევი წერილი ქონდა შენახული ოკეი აქ სხვა თემი შენთან რა არის გასარკვევი ჩემთან არაფერი არ არის აბა რატო ხარ ანუ ჩემზეა ბაზარი რომ აგიწევით იძახის რომ ქალური რაღაცები თემები და ისე გამოყავს რომ იმინა მე რა რა შუა შენ კონკრეტულად თქვა რომ ანა თქვა ადამიანმა
თუ თქვა რომ არ იყო ქალური სოლიდარობა. გავდივარ გარეთ და უცბად რაღაცა. ბიჭო, არა, გოგო, ეგრე არა. და მე უცბად სომიანი ხელნებით. ცოტა აბიჭერი, მეთქი რა ივენთია. ანა ეგრე შენ ხო იცოდი სამი კვირით ადრე რომ ერთი წამი მაინტერესებს. ეგრე შენ ხო იცოდი გუშინ ხო თქვი რომ მე ვიცოდიო. კაც მაშლევინებდაო და კაცურად შევინახე და მე უთხარი გეყოფა მეთქი ბიჭო თქო. რა უთხარი გოგო რჩევებს იღებ და შენგან როგორ მივიდე ლიზიმდეო და როგორ დავკერო. კაი, რანუ მე რა რჩევა უთხარი. რა რჩევა უთხარი და ეხმარებოდი. ესენი ძალიან ჰარდკორი არიან. ბრძოლა წესების გარეშე. ის მეშინოდა რომ ვინმე მეს შილაკიანი დაგრძელება არ შემერჭოს სადმე მეთქი. ხა ეგ არის ჩვეულებრივი ცივი არა. გინდა დანაატარე და გინდა ეკუჩოლა. შენ მოგეწონებოდა ჩემ ადგილას რო ყოფილიყავი და ანუ მესამე პირს მაგალითად მსგავსი რაღაცა მიეღო და აი მინიმუმ რაღაცა დეტალით მაინც არ ეთქვა ადამიანისთვის, ანუ გოგოსთვის რომ შენ არასწორ ადამიანთან ხარ. აი ეს გაჩუმება ჩემთვის ეგა აი უფრო არა ადამიანური მომენტი არის და ვერ ხვდები რატო უნდა გააკეთო მსგავსი რაღაც. მე თქვენს ურთიერთობაში არ ჩავერიე, იქინა გამომდინარე რომ მე ყველაფერი როცა ეჭხირები, არა, ნახე, არცად არ გავეჭხირე საერთოდ. ფაქტობრივად გამოვიდა სამკუთხედის ამ ადამიანს შორის. ავტორ ამას თამაშობდა და ავტორ ამას იგონებდა და ავტორს რო ფეხებზე ეკიდა ეს ყველაფერი და საერთოდ სხვა რაღაცისთვის რო უნდოდა და საჩუქარს რო გაჩუქებდა იქ რო გვეწვაჩვენ და გვერდზე რო უჯექი ლიზის რო უყურებდა და რაღაც ამას ყველაფერი ნორმალურად და რაღაცას კი არ აკეთებდა. არა, თეონა, თავიდან ბოლომდე. ეს ამბავი რაც ახლა ხლდება, მხოლოდ და მხოლოდ ავთოს ბრალია. ავთოს რო ერთი ადგილი დაეყენებინა ესე არ მოხდებოდა, არც თეოს ეტკიდებოდა გული, არც ლიზასთან იქნებოდა ეს კონფლიქტი და ყველაფერი იქნებოდა იდეალურად. ორი ადამიანის ურთიერთობაში, როდესაც ხედავ რომ მესამე ხარ, რომელიც გინდა არ გინდა არის, აქ კი არა, გარეთ რო ყოფილიყავი, გაჩვენდებოდი. მე ანუ ნოლზე ვაიგნორებდი ზუსტად ნოლზე არა, ნახე, ნოლზე რო დაგეიგნორებინა, ხო? აი, პასუხი მქონდა მაგწერილისთვის, აი რამე გავაკეთე ბოლომდე ხას უსვავ. არა, ბოლომდე ხას უსვავ, ის ადამიანი ჩერდება. შეეძლო რომ რაღაცა მაინც გაეკეთებინა. მე სულ სხვა რაღაცას განვიხილავ, ანუ სხვა რაღაცა ხდება აქ. ჩამოვიტანე ავთოს ნაჩუქარი თეოსთვის განათება, იმიტომ რომ თეონა იყო ძალიან გულნატკენი. ამას მოვხსნი, ეს შევინახოთ ეს კაია და ის შუშა დალეწე. იყოს ზედა, უნდა დავლეწო. ეგ არ იყო გულიდან წამოსული საჩუქარი. აჰა. კაი, ეგ მაინც არ გადააგდო, ნახურებს მოვხსნი. ისე მე და პატრიკს ძალიან მოგვეწონა ეს განათება, იმიტომ რომ ამით გვინდა რაღაცა სხვა წარწერა გავაკეთოთ და პატრიკის და ლიზის ოთახში ჩამოვკიდოთ. არა, მაგას მოვაცლი, არ გაფუჭდეს. არა, გუსტოვე, გულს გავანათებ ჩემო. აუ არა, ხო, რამდენი რეგნატურების ზორი. აუ გეყვეწები. არა. წადი შენ შვილებს უთხრა, მე გული მჭირდება, დაანჩეს მოგცემ. დაამთავრე, ხალხო სირცხვილია. ვაიმე ფეხი. ვით უმეტეს იმ ამბის მერე, რასაც მაყურებელი დღეს გადაცემაში ნახავს და მე თქვა გახარ და ამას განიხილავ, მართლა სირცხვილია, გაეშვით. შილაკების ორთაბრძოლა არ გაიმართა და ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო. მე მგონი ძალიან უკვე სიმშვიდისკენ და სიწყნარისკენ წავიდა მთელი ურთიერთობა და ზოგადად ამბავი. მე ვარ მარიამი, კომპანია დანონის წარმომადგენელი და დღეს მოვედი თქვენთან, რომ აღვნიშნოთ ჩემი აღფრთოვანება შენი ვიდეოსადმი, სადაც აქტივიაზე ლაპარაკობდი. ფიჩს ერთადერთი რასაც დავამატებდი, ეს არის ის, რომ ეს საოცარი კომპანია არის, ფრანგული კომპანია დანონი, რომელიც დაარსდა 100-ზე მეტი წლის წინ, დაარსეს ფრანგმა მეცნიერებმა და პირველმა დაიწყო კომერციული წარმოება იოგურტების ევროპაში. მათ შექმნეს რეცეპტი პრობიოტიკის ბიფიდუს აქტირეგულარისი, რომელსაც შეიცავს აქტივია და რომელიც გვეხმარება. არა, ერთადერთი რასაც ვამატებ, რეალურად მართლა იდეალური იყო შენი გამოსვლა. ამიტომ დიდი მადლობის მოსახდელად ჩვენი კომპანიისგან მინდა გადმოგცეთ ჩვენგან სამახსოვროდ და საჩუქრად დასასვენებლად გიშვათ ყვარლის ტბაზე ერთი დღე. ნახვამდის, დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. მეგობრებო, ნახეთ როგორი საჩუქარი აქტივია, სგან კარგად. ჩემი პატრიკი მყავს. ეხა გადაცემაში ორი პატრიკია.
მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ეს არის ღამის Prime House-ი. ანი მზად ხარ? შენს ადგილას ხარ ყოფილიყო. უფრო კარგად იქნებოდა, იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრი რამე იცი ასე თუ ისე ჩემზე. კაი, დავიწყოთ. პირველი სტანდარტული კითხვა მაქვს ყოველთვის ოჯახზე. ოჯახში ხარ შენ, დედა, მამა და შენი შვილი. და ძმა. აი როგორი ცხოვრება გაქვთ? დედას და მამას ერთმანეთი უყვართ ძალიან. მე და ჩემი ძმას როგორც დაძმური კონფლიქტები პატარა ჩემზე, მაგრამ ბავშვობაში უფრო ქონა ეს რაღაცა ეგოისტური მე მქონდა, რომ არ მინდოდა რომ ძმა მყოლოდა, მაგრამ რო გაჩნდა და გავიზარდე, ეხა ჩვეულებრივი მომენტია. შვილი? ნატალი ჩემ შობლებთან ერთად ცხოვრობს. რატომ შობლები და რატო შენ არა? მე გავზარდე 3 წლამდე. მე ისე მოხდა, რომ მე დავტოვე საქართველო. და რამდენი წელი დატოვე შვილი? 8. მიზეზი იმისა, რომ დატოვე შვილი, აი რა იყო? ეს ხო არ არის მარტივი გადაწყვეტა, შეიძლება დატოვო ოჯახი, შეიძლება დატოვო საყვარელი ადამიანი, მაგრამ 3 წლის შვილის დატოვება ეს არის ძალიან რთული რამ. ანუ იმიტომ გავაკეთე ეს ყველაფერი, რომ რაღაცნაირად შემძლებოდა დამოუკიდებლად ნატალისთვის ცხოვრების აწყობა ასე თუ ისე, როგორც მაგრამ 8 წელი იყო ნატალი შენ გარეშე. კი. ნანობ თუ არა ამას? რა თქმა უნდა, იმ დაკარგულ წლებს შემეძლო, რომ ჩემი შვილი ჩემთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ მე რო აქ ყოფილიყავი საქართველოში, ჩემ შვილს ის რაც ქონდა და რაც გავაკეთე და რაც აქვს, ის არ ექნებოდა, ხვდები? აი რა გააკეთე შენი შვილისთვის და რა აქვს ახლა? ჩემს ქმარს რო გამოვშორდი, პრობლემა იყო ესეთი რაღაც, რომ აი პამპერსი გინდა, პეჩენია ანუ იმით მაგინდა რომ შენ იქიდან აი ეს ყველაფერი ფინანსური ხარდაჭერა. მე ყველაფერი გავაკეთე ჩემი შვილისთვის საერთოდ. ანუ შენ წახვედი რეალურად ფინანსური ხარდაჭერა სიძლიერისთვის და ფინანსურად რომ შენი შვილი ყოფილიყო მშვიდა და დამოუკიდე. აი ესეთი. ხო. ფეხზე მდგარი ყოფილიყო. ქმარს რატო დაშორდი? ნატალი რო დაიბადა, ჩემ ქმარს უყიდეს პიპია, მანქანა. ხო. მე მოხდა ისე რომ გამოჩნდნენ ძმაკაცები, გამოჩნდნენ ქალები, მე სახში არ მოდიოდა 3 თვე. ბოლოს რო აღმოჩნდა, ვიღაც გოგონასთან ქონდა ურთიერთობა და ეს ყველაფერი ხდებოდა ჩუმჩუმად. შენ ზურგს უკან. თვლი თუ არა რომ დაკარგე ბავშვობა. მე ჩემი პატარა თუ თამაშობდი და არასდროს არ უნანოფ იმას რომ რამე დავკარგე რა. გასაგებია. ძალიან მიხარია რომ შვილი მყავს და ბედნიერი მყავს და ჯანმრთელი მეტი არ ვარ. შენ გააჟღერე ერთხელ ფრაზა რომ მე ქალებთან მქონია კი, ურთიერთობა. მქონია. და რა ურთიერთობა იყო ეს? გაცნობა იყო, მოფერება იყო, ჩახოტება იყო, რა იყო რა? LGBT. ანუ არა, მომისმინე, მე არ ვერ დავარქმევ რაღაცეებს სახელებს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ემოციები, ეს არის შეიძლება მე იმ მომენტში აღარც ქალი მინდოდეს, აღარც კაცი მინდოდეს და უბრალოდ ვიყო ჩემ თავთან ჩაკეტილი. მაგრამ არის მომენტი, როცა კარგს ხედავ და ქსიამოვნებს და გიზიდავს, შეიძლება უბრალოდ კანი მიადო ადამიანს და ისე გესიამოვნოს, რომ ეს იყოს შენ და იმ ადამიანის კანის რაღაცნაირი შერწყვა. ანუ შენთვის ქალთან და კაცთან ურთიერთობა არა, ერთი და იგივე არ არის. ქალთან უფრო გართობის თემაა და კაცთან უფრო სიყვარული და ეს ყველაფერი გრძნობაა. შენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ჩემი ქმრისგან იყო დიდი იმედგაცრუება, იმიტომ რომ არ ველოდებოდი ამას და ზუსტად ის მოხდა, ანუ რაც ცხოვრებაში ვერ გავიფიქრებდი. დაკარგი კაცების მიმართ ნდობა. კი. შენ თუ არ ენდობი მამაკაცებს გიორგი ნაზღაიძემ რატო დაიმსახურა ნდობა მით უმეტეს რეალიტ შოუში, სადაც ყველა ერთმანეთის კონკურენტი ვართ. ალბათ პირდაპირია და ზურგს უკან არ ყოფილა და თუ იყო მე ამას მაგრამ შენ გააჟღერ ერთ-ერთ ლაივზე, როდესაც გიორგი ზურგს უკან შენზე ცუდ რაღაცებს ლაპარაკობს. ხო, წარმოგიდგენე ენდობი ადამიანს და უცებ ხდება ესეთი რაღაც, რომ ვაფშე რა თემაა და ვაფშე რა შუაშია. და რა გაარკვე საბოლოო ჯამში ამ თემაზე? საბოლოოდ გავარკვე ის, რომ თურმე ფუ ჩემზე კი არ იყო, ზოგადად იყო ფუ, ანუ ესე არ იყო ლამაზი და ესე უნდა ყოფილიყო. გიორგის ნაჭამ ხინკალზე იყო აქ საუბარი კონკრეტულად. ხო. გადავიდეთ პროექტზე. სხვა გზა არ არის. მითხარი შენი 4 ფინალისტი. შენი აზრით ვინ იქნება ფინალში? მე. აჰა. გიორგი ნაზღაიძე. რატო შენ? ძალიან კარგი საყურებელი ვარ და კიდევ რომ მიყუროს მაყურებელმა დიდი სიამოვნებით დაიჭდება და მიყურებს. კაი, შენ, მერე? გიორგი ნაზღაიძე. პატრიკი. და როიალი. მგონია რომ გუგოების რაღაცა ცოტათი წინააღმდეგი ხარ შენ. გუგოების წინააღმდეგი არ ვარ. მე უბრალოდ მინდა რომ ბოლოს დარჩეს 3 მუშკეტერი და კარგი.
აღარ ჩაგიძიები, მითხარი ერთი სურვილი, რომელიც შეგიძლია ამ წამს რამე რო იყოს, მოხდეს. მინდა Prime House-ის ფინალში მოვხდე. და არა მოიგო? ახლა თუ მოვიგებ რა მაგარია, ბაზარი არა. და ერთი სურვილი შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, რომელიც რაც გინდა. აუ, მაშინ ერთი სურვილი თუ არის მომეცდა 40 მილიონი და მეტი სურვილი არ მაქვს. და რატო 40 მილიონი? 40 მილიონად მე კიდე 40 მილიონს ავაწყობ და მე კიდე 40 და ასე შემდეგ. კარგი, წარმატებებს გისურვებ შენ სურვილებში, ფინალში დგომაზეც წარმატებას გისურვებ, იმიტომ რომ ძალიან გინდა. ეს იყო ანი ყიფშიძე. ანი, მოგეწონა გადაცემა? კი. ხოდა შენზე 10000-ია შენ დაპირებისთვის. დამავიწყდა კითხვა, აი არ მაცადეთ რა, კითხვა მქონდა ის 500000 როა კანგარიშზე რო იძახის. ვოტაკ. 500000-ია კანგარიშზე იძახის ანა. 500000 არა. აბა, რამდენი? 100000 აკლია რომ 1 მილიონი იყოს. ანუ მილიონი გაქვს. ჯერ არა. ამ ფულს ხელს ვერ დავადებ მე რამოდენიმე ხანი კიდე. პროცენტებია და იმიდა. აბა ზოგადად 10 ლარი უდეს და უთხეს 1902 წელსში შენი ანგარიში გახდება. წამო არა მე ვიტამაშებ კალაკობანა მაინც. მე თანახმავად. წამო. წამო ჩავდი. სახში არის მოწყენილობა და გადაწყდა რომ ვითამაშოთ კალაკობანა. და ვიწყებთ თამაშს მე, პატრიკი, როიალი და ლიზი. სამი წაგებული პატიჟებს პირველ ადგილზე გასულ ხვალ კაფეში. ანუ ერთად ვიკრიბებით ყველა ვარიანტში ხვალ საღამოს. და იწყება ყველაზე დიდი გართობა, მასხრობა, გვავიწყდება ყველაფერი იქამდე რაც კი მომხდარა წინა დღეს სახში. კაი, ვიღებ უცნაური ადგილი და სექსისთვის, მოდი რა გარყვნილება. სიტყვა რომელიც არ უნდა თქვა სექსის დროს და სექს სიმბოლო. ასო მეორე რა იყო? სიტყვა რომელიც არ უნდა თქვა სექსის დროს. წა! ვიდი. სიტყვა რომელიც არ უნდა თქვა სექსის დროს. უფ გავძეხი. შენ? უშნო. მე ურა მაგარი. 10. და მე სექს სიმბოლო. უმა თურმანი. უიტნი ჰიუსტონი. რა უიტნი? ვიტნია. უიტნია. W. ქართულში არა W. 10-20. მე ული. W. სად გიწერია მგონა? ნულია. ნული შე თაღლითო. ფილმი, კასაცმლის ბრენდი, guilty pleasure. აი რაც ქსიამოვნებს ოღონდ აი ფეტიშის წარი. კაი. ასო T. რა ფილმი? პირველი რა არის? T. Stop! ქალაქი, ტალანტი, ნიჭიანო, პროფესია. ასო X. ქალაქი. დაი მე. კარტო ტრადუცია. მარჯა! ხაზუს მარჯა! პირველ წლის ბავშვმა რაღაცა ჩაწერა შეა. მიდი, ქალაქ ხაშური. ხარაგაული. ტალანტი ხო? ტალანტი, ხახვის ჭამა. ხრინვა. ხორკლაობა. 10. 10 რა მაყოფილი. პროფესია. ხელოვანი. 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 რისი? ანუ ხატვა. ეგ არ არის ქართული სიტყვა. მაგახებია ნული დაწერეთ. ქართული სიტყვა არის. ქართული სიტყვა არ არის ნული. მაგძელე. გაჩერდი შენ. თაღლითი ესა. ფილმი, ტანსაცმლის ბრენდი, guilty pleasure. იგივეა. მეორე რა არის? რა არის მეორე? რა არის მეორე? აი ხა ღზე ბრენდი თუ არ მითხარ. კაი. გაგი. რამის სიზმარი ფილმი არსებობს. ღამურების გადაფრენა. ღმერთის ქალაქი. ერთად გიჩვენებ. გიჩვენებ აქტიურად. რა გიწერია? ვისაც რა უწერია? ღრუბლიანი წავია. მე მიწერია. რა? ხორღი ორმანი. არა. მე მიწერია ღალაია ლირგანცი. თურქული ბრენდია. ნული. კაი, ვატრიალებთ. ხოთ პოლიტიკოსი, ფობია არტისტი. მ. ხოთ მაინე. რა არის მეორე? მითხარით. მაიმუნი. მე ფობია შიში. და ბოლო?
ბოჭი არის ბოჭი ნუ დამიშალე კალაუდი შეცხოველი პოლიტიკოსი მამუკა მდინარე მანანა ბერიკაშვილი 10 და მიშა სააკაშვილი მიხეილია შენთვის მოლფობია 10 მოლფობია მეტროფობია მაიმუნფობია ო რა კალკობანეში მე ვარ სუსტი მოტამაშე, რადგან კიდე არ მესმის კ და ქ-ს განსხვავება და ასევე ტ და თ-ს განსხვავება. მოდი ვიცოდო. მოდი. წამოიქითობა. საით? სარკევიაში? ხო. წავო. თეონა ძალიან კარგი ხასიათზეა. გამართი ფეხები ზემოდან დაიწე. აი ახლა გახსენე და წაიღე. ოჰო! გამოვიდა. კი, მიდი. აი ახლა წაიღე გვერდულად. აი, და მე მგონი ავთოს გარეშე უფრო საყვარელი და უფრო ემოციურია და უფრო ბედნიერია, ვიდრე ავთოსთან ერთად იყო და ეს ძალიან კარგია. ამას ხო იზავ, ციკ-ციკ. აქედან მიდიხარ, მე აი აქ შპაკებზე. მაგრამ შეგიძლია არ ჩაჯდე და ესე დაიჭირო რა. მოიცადე, ესე? ზემოდან ეგრე, ეხლა უყურე. აი ეგრე. ხო, შეგიძლია ეგრევე მანდ მოხვიდე. რაც თეო თავისუფალი გახდა, რაღაცნაირად თეო სხვა კუთხით გამოჩნდა და ძალიან მომწონსო, თეო გააქტიურდა. მოიტანე ფეხები. უნდა გახსნა. და უნდა ხვიდე. ესე გასწორ. მოუხდა ავთოს გარეშე ყოფნა. ხიარულია, რაღაცა განაზებულია, გალაღებულია და რაღაცა გაფურჩქნული ვარდივით, აი ლამაზი არის. რაღაცა იქამდე იყო ჩამკვდარი, ჩაბნელებული, რაღაცა გამქრალი და ხა სხვა თეოს უყურებ და ძალიან მიხარია. და გასწორდა, აღარ ხელთ მოჩადა. ეხა ავიღრები და ყველა წორეს პაკეტებინები. აი შეიძლება ძალადობა თორე რაღაც მომენტი კი ვიფიქრე მივარდები თვალებს არ მოვჩიჩქნი მეთქი. მე რო დახედე თითებ შხილები დაჭრილი ქონდა და აზრი არ ქონდა. მართლა ისე გამწარდი. რეალურად ხო არაფერ შუაში არ ვიყავი, მაგრამ ვერ ვიტან რა, იმენა ვიგიჟდები, სადმე თან იმ სივრცეში სადაც მე ვარ ჩხუბი რო ხდება. თან ის ადამიანი იყო, რომელიც ზემოდან კიდევ არ ქონდა. ხო, რომელიც მეზიზღებოდა, რომელიც ვიცოდი ზუსტად რის გამკეთებელი იყო რა. ანის დაცემა არ მახსოვს, აი ძირს რო ეგდო. ვაფშე არ მახსოვს ეგ, იმიტომ რომ გადაბინდულები ქონდა. აკეთა სკამზე რო წავიდა, ანი დააგდო. კადრში ეგ არის, ანის აგდებს ამ ანის მოხდა ესე იგი სკამის ნაწილი. მოხდა და რაღაც მომენტში გაითიშა. ცოტა ხანი ალბათ. არა მე იმენა წყობრიდან გამოვიდი. ხო ბოლოს ხო დაინახეთ კორვალჯი დავლიე ეგ და არა მე კანკალები ისეთ მდგომარეობებში. მე აი გულში ვფიქრობდი ერთი მომენტი რომ ეხა ამას თუ ჩავავლებთ, მაგრამ მე მივხვდი თუ ჩავავლებდი მორჩებოდა, ანუ ყველაფერი მორჩებოდა. ეხლა მეც დავავტანდილს და ბევრს გვიყურებს პატარა ბავშვები და უნდა გაუსვა ხაზი პირველ რიგში, რომ ფიზიკური ძალადობის მომხრე არ ხარ. თუმცა ავტანდილი ძალიან ამაყია თავისი საქციელით. ავთო ხო არის რეალურად ეგეთი ადამიანი აგრესიული და იგი ჯაჯღანა საზიზღარი ხასიათების. მთელი კვირა იკავა. ხო დაინახეთ მთელი კვირა დადიოდა ჩაგრუზული, იმიტომ რომ ვერ ავლენდა თავის თავს და ყველაფერი მაგრამ ეს ხო უნდა დაიცალოს ადამიანი. ითმინა ყველაფერი ის დაჟე შენთან ახლა წარმო ტიპი რომელიც მეზიზღება იმასთან იმის საწოლზე არ დავწვევი და იმის თვალებში არ მიყურებდა და გვერდზე მიწვა. და მთელი 5 საათამდე. და ეგ ყველაფერი აქ დაუგროვდა ხვდები და მე აქ ბოლოს რომ მიხვდა რომ თუ პროექტში დარჩებოდა ანუ განწირული იყო ყველა ვარიანტი. ხო, კარგად სამოუთრიალო. და მაგან იფიქრე რომ ეხლა მოდიო კაცურად იმას ვიზო თავის გონებაშიო. მე მგონი რომ ეგეც იფიქრა კაცურობა და იფიქრა ნაზღაიძესთან კონფლიქტით იქმა გადავფარო ყველაფერი. ორივე ერთად არის, იმიტომ რომ ეს კაცურად წასვლა აი ნაზღაიძესემე ბრატ გენაცვალე. აი ეგეც შეიძლება იყო, ხო? აი ეგ იყო ზუსტად. არც ეგ არაფერი არ გამო, საბოლოო ჯამში არაფერი არ გამოვიდა. წავიდა სახლში. წავიდა სახლში, სამარცხვინო წავიდა. მაგას მოხდა გრანჯებში, მე კლავში მოხდა. ყველა ქალის ამბავი გასკდა
და რა გამოვიდა? ერთი პატარა თაღლითი ბიჭი აღმოჩნდა, ბოროტი, აგრესიული. რომელიც პროექტის გამო ყველაფერს იკადრებს. ყველაფერი იკადრა. ყველაფერი იკადრა. ხო, მე რა შევიკავეთი თავი? მაგის ერთი საიდუმლო ვიცი. გარე. და მან შევიკავე, რო არ წამომცდა. აი, კესოსთან ხო წამომცდა? და მან თავი შევიკავე. აი, რო შემოვედი, მე მესმოდა, ხო ავდიოდი გამოსაცრუებლად და ცხად და საიდუმლო. აი, მაგი. და ვიფიქრე, ეხა შენ ვიფიქრე ცხოვრებას დაგინგრევნო. აუ მითხა. მე მაინტერესებს. მე ვიფიქრე, ეხა გამოვა და ცხოვრებას მეც დაუნგრევ. ვიცი ერთი საიდუმლო და მგონი ფაქტი დაუნგრევდი ცხოვრებას. ეხლა ლაივში არ ვარ და შეგიძლია. არ არსებობს ან. ჯერ შენ რო გემუქრებოდა დინარეში ჩახჩობაზე რაფსკერია მართლა და იქ ბოდიშის მოხდა არა მარტო მე ჩემზია რომ თუ მე რო გავაკუებ მაშინას სუნი თორე სხვა რო ვაკუებ შემა ხო და იქ სუნს ვერავინ ვერ გწნობს. პატრიკ, შემიძლია შემოგთავაზო, რომ სვანეთში წაგიყვანო და ენგურში გაბანაო და მიხვდები რა არის სამართლიანობა მე. ვიყავი სვანეთში ორჯერ. ან ყველაფერს გამოცე. ენგურში და დარწმუნებული ვარ, ენგურში არ გიბანაოია და არ იცი რა არის, ეგ შეიძლება. არა, ეგ მართლა რა საშინელება იყო. არა მე ვგიჟდები რომ ყოველდღე გამიშოთ მაცემინეთო. იმ მომენტში რომ გაყავდათ იქ რას მიდგები შუაში მაცემინეო ადამიანიო არ ხარ? ხო და მაიგივია რომ აი მე ხო გითხრა ანუ რა დაგიშალები და ვინახე ეგ არისო ავტო. არა, ეგ იყო რაღაცა ანუ აი ჩვეულებრივი ეშმაკი ყავდა იმ მომენტში ჩასახლებული. აი ეგზორციზმებზე რო ემართებათ ხო იცი ადამიანებს ეგ ისიც ეგრე იყო. კაი ბიჭო, მარტო ის რო ლაივში გითხრა ენგურში გაბანავებ, ანუ წარმოიდგინე რა ლეველია რა. დავში აუვარდა ეს მაგის 13 წლის 10000 ფოლოვერი რო დაემატა, დავში აუვარდა ბიჭო, ზვიზდა რო გზვიზდა და ის არის. მაგის სვესდობა შეეშალა, ანუ შეეშალა, ვერ მიხვდა ვაფშე რეალობა ვერ დაინახა შემოდილში აქ. ეგონა რომ ვარწყლავი დავი. რო ეგარეთ რო გადის და სურათს რო უღებენ, ზეგ დამთავრდება ეგ ვარსკვლავი. ხო, აი ზუსტად. ზეგ მოწყდება უკვე. ზუსტად. ეგეთი სტრესი არც ერთ რეალიტში არ მიმიღია, გუშია სტრესით მივიღე. აქ მოვედით მართლა განვითარებისთვის და ჩვენი მომავლის შესაძლებლობა და მაგარ რა გააკეთ. ცოტა ტვინი რო გამოეყენებინა მართლა ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება. შე რო ეგარ და ეგ არის საშიში. ეგ არ დახვდეს სადმე ვითომ აი რაღაც სისხლის აღსაღებად თუ რაღაცა. ეგ არის საშიში ხო. ეგეთი აზროვნების ადამიანი არის ხვდები? ბოღმა. დღეს დედა ჩემი ხო იცი ის ტიზერი ხო ნახა. ხათუნას მესიჯები. ჩამიგდე მაგ ავტოიეს თუ ვიღაცის ნომერი არ შემარჩენ. იმას ეგონა რომ მიმაგინებდა. მაგას ვინ გონია? თავი საქმის გარჩევები წავე. მეთქი არა ხათუნა დამშვიდდე. შემოდის ტელეფონები. ტელეფონები მოდის ჩვენი. მალე მოსაინეს დრო გადის უკვე. და გადავწყვიტეთ რომ მოვაწყოთ კინოჩვენება ჩვენი გადაცემის, მაგრამ ტელეფონებში რა ხდება ბოდიშის მაგივრად? ერთი წამით ავტოს ძმარათო წერს როელს ადგილას ბევრს არ ვილაპარაკებდი. აი მოდი, სადწე. მოდი. კიდევ ერთხელ ვიხსენებთ რა მოხდა და ის რაც არ გვახსოვდა, ის ყველაფერი დავინახეთ ამ გადაცემაში. სახე, შეხედე, შეშლილი სახე, შეხედე. სოციალურ ქსელში ვრცელდება ავტოს ლაივის ვიდეოები. შეჭუჭყიანო შეჭუჭყიან ერთი წამი გადამახველი ჭუჭყიანი თუ როგორ ანიზარალდება, როგორ ეცემა ანის კამის გამო ავტოს დამსახურებით. შენი თქვენ ბოროტებო, თქვენს კაირო. ან როგორია რომ მაგარი საქმე გააკეთე. ხალხი ნახე რა აი ამბავია ნახე როგორია, აი ერთი დაგვირეკეო. მე ეგეთი ხე. მაყურე. შენი ავტო საერთოდ არ ნანობს სავის აქციელს. უნდა დაეჭირა, სვეჩი უნდა მიმეცა ჩვენება. მეყუდა ეს, უნდა აი ხა რეებს უნდა ამომეყუდა რა. ღირსი იყო. ადამიანი დღეს თბილსაწოლში წევს, იმიტომ რომ ღამის 4 საათამდე ამ პატარა ბავშვს ვცდილობდი რომ და არ მჯდარიყო არც სასამართლოში და არც 3-დან 5 წლამდე პირობითი არ გქონოდა. შემეწოდა ბავშვი ლაწირაკი ეს ნახეს? TikTok ვიდეოებში რომ ლატაობს ეს ლაწირაკი ეს. სიკეთე ვირო მადლი
ხანი მომხდიანად გო. მე გამეცინა დედა მე მოგიქნიეთ. იმედია ხვალ რო გამოვალ ორთა ჭალაში არ იტყვიან იმას რომ ვერ მოერია და დავარდა და რაღაც აიტყვიან. მოგო შენ ნორმალური ხარ ეებს ლაპარაკო. შენ საერთოდ რა გინდა და რამდენი ბიჭი იქნება? შენ რაღაც ურებული ჩადედეთ. კიდე კაი მივედი, თორე ექს კამი ვიღაცას მოხვდებოდა. აი რო არ მიქსულიყავი, აქ ყოლელობა მოხდებოდა. არის ექს ლამაზი? ყოლელობა უფრო მაგარია თუ მე დავარდნელიყავი ჯობდა. რა უყო დამცინებენა დამცინო აქცინო რა და აქცინო არა გოგ აქცინო და მე გამეცინა ყველგანში როგორ შეიძლება შეეძენ შეხე ერთადერთი რასაც ანუ სამზარი მოჟი ანუ რატო ვალაპარაკე შეხე და კაპარატო არ მოვტიხე აი მაგას ვამბობ გარეთაც შეგეძლო მოტეხვა ყბის მაგრამ როგორ ჩანს სპორტსმენი ყოფილხარ ფსიქიურად შეშლილი აი სიცებრა მე უნდა აპატიო ეს ფსიქიურად შეშლილი აი შენავ თორო გიორგი ნაზრაიძის კაპარო დასა ავტომობილი ამაყობს თავისი საქციელით ანუ ეს პოლიციის ამბის მერე ესია ო ეს დღეს დილით აქ ჩაწერილი და მარტო იქ კი არა ნახე რა ავთო ნახე რეალურად შეხედე გადარჩი რას ცუდ რაღაცას ხო შეგიძლია რომ ჩეი და ჩუმათიჯდე ადამიანი დგას და კიდე ვიდეოებს წერს TikTok-ზე იმის მაგირათო პოლიციაში მე გავჩუმდი და ცხოვრება არ დაუნგრია 20 წლის ბიჭს იმის მაგირად დადგეს ბოდიშები მოიხადოს ყველა მონაწილესთან რომელთაც პოლიციაში ღამის 4 საათამდე დაკითხვებზე ვიყავი იმის მაგირად ეს გააკეთოს დგას ეხა და რაღაც რეებს იძახის TikTok-ზე ხოი მე რა გამწარებული არის ბავშუკა ავთუკა რა იყო მოგეცმა კუტუები ავთო თუ რას ნიშნავს ანი საერთოდ რა უყო ანისთან რატო არ ეკავს ბოდიშს რატო არ უხდის ადამიანს ადამიანი ძირს ეგდო გათიშული ვისი დამსახურები ძის ეხლა ეგ სახში შვიდა და რატო ბლატაობ TikTok ვისი რა იყო ავთო გეშინი არ აღმოჩნდეს სხვაგან ავთო მე რო არ მეხ მე ხო იურიდიულზე სწავლობ ავთო არიცი მაგისტრის ავთო რას უშვებიან ხალხს გინდა რომ ჩაგააყუდონ ავთუკა ეს ნახე აი ხა მითხარი არ არიან ავადმყოფები წაიკითხე მაგის ძმა წერს რომ პატრიკი და როელი იმსახურებენ ცემას და ანუ მომწეროს ავთანდილის და მისი ძმების მუქარებზე ცოტა ხوار შეცდით სად გგონიათ თავი და რომელი საუკუნეა ეს სამი კითხვა დავუსვათ საკუთარ თავებს გთხოვთ ანა მოდი ჩემთან მოგეთ ახლა ნახე შენი ვიდეო კადრები მე არ მახსოვდა ეს საერთოდ ამბავი ის კამი რომ მოგხვედრია და ეს ყველაფერი ბიჭო ისრო და ეგს გავს ხო და ძალიან დიდი მადლობა აი მართლა ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფერზე ბოდიში რომ შენ მოგივიდა მსგავსი რაღაცა რა აი და რა მუშაობა იმიტომ რომ არა შენ მოგხვდა შენ დაზარავდი იმის გამო რომ მე ვიდექი იქ და ჩემ მე გიხდი ბოდიში რას მოხდა იმის მაგივრად რომ გიომ საჩივარი არ შეიტანა და არ თქვა რომ ხელი დამარტყა აქეთ იმუქრება რომ რატო ყბა არ მოვტეხეო ეგ ერთხელ გექნებოდა მაგის შანსი შენ უკვე ხელიდან გაუშვი აწი ვერავის ვერაფერს ვერ გადაუღუნა თეოს შოკოლადები და ვარდები მიგამ გზავნა და რა ხოდებს აქ ამ აი მე იძახიზო თეო შოკოლადებს და ვარდებს მე უგზავნიდი რა სიძახი შეხედე მე ამ ურთიერთობის იქით კიდე რაღაცა ბევრ რაღაცას ვაკეთებ თეო შედარებით ცოტა რაღაცას აკეთებ ამ ურთიერთობის იქით მე თვითონ დავამთავრე ურთიერთობა გაჩერდი ნუ ხარ ცეტი ოხუნჯი ეს თეოზე საუბარი აღარ მინდა ლაივში ვარ გასული და ავთოს ძალიან ბევრი რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი კითხულობს ვართ თუ არა ისევ ერთად რა მოხდა გულნატკენიდან ძალიან ნაწყენი ვარ ნექსაჩუქარიც კიდე როგორც ხედავდი გულით არ იყო ნაჩუქარი კიდე ავთოზე ლაპარაკობენ აი მე კაი всё ახლა მაინტერესებს არც ავთო არც მაგი ძმები არც აი ეს ჩხუბი აი ოჯახის წევრების სტორებს დებენ ძმები თუ რაღაცა და ისე როიალი და პატრიკიც საცემ ჯერ ვინ ცემა მაგან ვინ როცა ხედავ რომ ადამიანი გულით არ მიკეთებს საჩუქარს ეგეთი არაფერი არ მინდა მით უმეტეს ჩემ მდგომარეობაში აი არც ერთი არ ხართ და არ ვიცი უბრალოდ მინდა რომ ჩემს ადგილას წარმოიდგინოთ თავი როდესაც ნახულობთ წერილს სადაც ძალიან სხვანაირად წერია ყველაფერი და
როდესაც ხვდები უკვე მის დამოკიდებულებას შენს მიმართ აქ ყოველ შემთხვევაში. კიდე ძალიან დრო რაღაცა მოითმინე. ყველას მოგდის მუქარის მესიჯები, მეც მომევიდა რამოდენიმე. 1000 ადამიანი შეიძლება კითხვა იმაშვება, რა ქვია, რაღაც თავის კომენტარს აკეთებს, მე არ ვერ გავუკეთებ. ვაფშე, გვემუქრებიან ოჯახებით, გოგო. ერთადერთ რაღაცაზე მწყდება გული 21 წლის ბავშვს ყველაფერი გავაკეთე, რომ არ დამენგრია ცხოვრება და დღეს სახში მჯდარიყო და თბილსაწოლში წოლილიყო და დაეძინა. და მოხდა რა? კაცი, რომელიც ჩემი დამსახურებით სახში ზის ახლა, თბილსაწოლში წევს, იქიდან დგას და იმუქრება ჩემზე, ილანძღება ჩემზე, მონაწილეებზე, როიალზე, ოჯახის წევრები იწერებიან როიალზე, პატრიკზე. პატარა ბიჭი გეძახი ჩემთან შედება. 21 წლის კაცი ხარ. გონს მოდი ბიჭო, გონს. კაცი გონს მოდი. დაშორდითო ავთომ როგორც გუშინ წუხანდელ ინტერვიუში თქვა, ჩვენ ერთადაც ფაქტობრივად არ ვყოფილ ვართ, ასე რომ რა თქმა უნდა ჩვენი წველი დაშლილია. მარაზმი არის ხვდები რა? ხო, მაგრამ მეტი საქმე არ გაქვს ვიდრე აი ხა. როგორ არა მაგაც ვარ ამკიდია. მოდი ახლა შევთანხმდეთ და ახლა დავამთავროთ. ყველა კონფლიქტი უნდა იყოს საბოლოო. კონფლიქტი არა, ეგ თემა დავამთავროთ. ეგ თემა ხო საერთოდ უნდა დავამთავროთ, იმიტომ რომ ეგ ადამიანი დამთავრდა თავისი ცხოვრება. მორჩა, პროექტის პატარა მუწუკი მოშორებულია. ავთუშა და ავთუკა. მომისმინე, აი რჩება უფასო. ხო დაკავებული ადამიანი ხარ, ხო შემდგარი ხარ, ხო უკვე იცი რა გინდა და ხო ხარ ჩამოყალიბი. აი ამ შენ საქმეებს მიხედე, გვიყურე ხოლმე, დატკბი ჩვენით. ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ ცხოვრებას. ტაშები და ტუშები. იმეც ვიტოვებ, რომ რაღაცა დრო რო გავა, მიხვდება, ან მისი ოჯახის წევრები მაინც მიხვდებიან ამ ყოველივეს და მადლობას მაინც მომწერენ, ამ ბუდიშს მაინც მომწერენ. არა მხოლოდ ვართუშა, მე ხო ჩემი ბოსობის ბოლო ღამე არის. ხვალ და ბოსი ხდები. ხო და მე ჩემი ბოსობის ბოლო ღამე არის. და ნაკოლს გაძლევ გიორგი. რა? მე ვფიქრობ, რომ შენ და სალომემ უნდა დაილაპარაკოთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ საერთოდ სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ აქ. აღარ უნდა გქონდეს რამე არასდროს. არა, მაგრამ რა ვიცი, სალომეს და მე არა მე ვიცი რომ შენ თქვი, შენ გვითხარი რომ აპირებდი სალომესთან მოგვარებას და მგონი დროა. მეც ესე მგონია. გადავწყვიტე სალომეს დაველაპარაკო. მე მინდა რომ რაღაცნაირად შეიძლება ერთმანეთთან არ მეგობროთ, არ რაღაცა უთანხმოება იყო რაღაცა, მაგრამ რაღაცნაირად შვიდობიან გამარჯობა ნახვამდიდე, იმიტომ რომ ჩვენ ერთ სახში ვარ და ერთი კარები გვაკავშირებს წინ და აქეთ იქით. და რაღაცა მშვიდობიან რაღაცა იმას ორივესგან იყო შეურაცხყოფები ერთმანეთის მიმართ რაღაც პონჩი. მოდი ესე ვიტყვი რა. ერთადერთი თქვი რომ მე ამ პროექტში ბოდიშს აღარ მოვიხდი. აი შენთან ვიხდი ბოლო ბოდიშს, სალომეს მოუხადე ბოდიში, იმიტომ რომ როგორც მას ასევე მე ზედმეტი მოგვივიდა, რაღაცებში არასწორები ვარ და ჩემი მხრიდან გადავწყვიტე ეს ბოდიში მომეხატა. ყველა ამბავში არის ორი მხარე დამეშვა, მაგრამ მე ვიხდი ჩემ ბოდიშს, რომ რაღაცნაირად რადგან ჩვენ ძალიან დაძაბული სიტუაცია გვაქვს, აქ სტრესულ სიტუაციაში ვართ, აღარ მინდა არაფერი არ დაძაბულობა, არ სტრესი ასე შემდეგ. კიდე გაუტრაკეთო ეს ბიჭოს 4 საათს ბოდიშებს როგორ იხდის? მე ვიხდი ბოდიში და თუ გინდა უბრალოდ თანაცხოვრება ისეთი გამარჯობა ნახვამდით, ვიყოთ ეს ხო აქ არავინ არ აღარ მინდა არავისთან სტრესული სიტუაცია მქონდეს და აღარ მინდა რომ ვიღაცას გავუარო და ზურგი ვაქციო და ასე შემდეგ. ეს არის ჩემი პოზიცია. სალომესგან პასუხი არ მიმიღია და სალომესგან პრინციპში არც ველი პასუხს მე არ გამიკეთებია იმისთვის რომ სალომესგან მივიღო პასუხი. ჩემი კეთილი ქალბატონი. ვაი ვინაიდან და რადგანაც ავთანდილმა დისკვალიფიკაციის გამო დატოვა პროექტი, დავრჩით ორი აუთსაიდერი, მე და თეო. შაბათს რა ლაივი იქნება უცეცხლოვანის. პატრესია ისევ ბრუნდება შაბათის ლაივი. პატრესია იქნება ავთანეტა? იქნება. არა, ვინ შემოუშვებს იქ ქალა. მაინც ლიზის გულს შემატკივრობ, იმიტომ ლიზისთან მეგობრობ და ახლოს ვარ და მინდა ლიზი დარჩეს, მაგრამ თეოზეც დამწყდება გული რომ წავიდეს. იმიტომ რომ თეომ ავთოს გამო საკუთარი თავი ვთვლი რომ რაღაცა ნაწილით ვერ გამოავლინა. იცი როგორი ნაწყენია, არა მე აი წეღანაც თქვი, მირჩანი ადამიანზე გაბრაზებული ვიყო, იმიტომ რომ ბრაზი მიბლის აი წყენა აი არ ვიცი просто. როგ წყენს საერთოდ. ჩემთვის ეგ ძალიან ცუდია.
იმის გამო რომ მე ამ ურთიერთობაზე ვიყავი გადართული, ჩემი თავის გამომჟღავნების მაქსიმუმის დადების საშუალება არ მომეცა. იმაგას ვანობ, რომ აქამდე ჩემი თავი ვერ დავანახე მაყურებლებს ბოლომდე ისეთი, როგორიც ვარ რეალურად. ჩემი აზრით თეო კოჭალმაზაშვილი დარჩება პროექტში. იმიტომ რომ ცეკვა მაქვს დასამთავრებელი. მიდი თეო. ვაიმე, ეგ თემა საერთოდ დამავიწყდა, რომ ლიზა და თეონა ისევ არიან აუთსაიდერებში. მინდა პროექტში დარჩენა, შემიყვარდა აქაურობა, შემიყვარდა რამდენიმე მონაწილე და მინდა რომ ამ გარემოში ისე ვიტრიალო და თუ ვიმსახურებ ამას, მაყურებელიც დაინახავს ამას და აუცილებლად დაბირეკავენ. ლიზა უნდა დარჩეს პროექტში, მაგრამ თეოც უნდა დარჩეს პროექტში, აუცილებლად. დავიძე. მე მეწარმე მეშვიდების ყველას. კარგად. დიდი ამბები გველოდება შაბათის ლაივზე, დედა შულს არა იყონს ხელში. შაბათს მეგობრებო 10 საათზე თქვენ ამოგვიცნობთ ყველას რუსთავიორზე. ხსა გვიყურეთ, გადმოვართეთ სასწრაფოდ. გამithbe ზგული ვიქრობ რომ შენ ხარ ჩემი სიყვარული შეხედეთ როგორი მახინჯია მაკიაჟის გარეშე შეხედეთ სოლულიზა ეთერშია სოლულიზა ეგრევე სახერო მოჭიმა მანამდე იყო ესე და კამერა მოწოდო ლივგარდიუმ ლევიოსა ეხლა ყურე და ეს სიტყვა იქნება იმისი რომ თეო ბრუნდება ჩვეულებრივად შაბათ ჩვენთან ერთად და ამ ოთახში ისევ მაგას აღუნიშნავთ ოკეი ლივგარდიუმ ლევიოსა მაგარია